გამოხატვის თავისუფლებასა და ტრადიციული ღირებულებების დაცვას შორის ზღვარი კვლავ საზოგადოებრივი და პოლიტიკური დისკუსიის საგანია. სოციალურ ქსელებსა და პოდკასტებში სკანდალური განცხადებების შემდეგ, რამაც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა დაფუძნდა. დაფუძნებლები აცხადებენ, რომ მათი მიზანი ეკლესიისა და ეროვნული მემკვიდრეობის შეურაცხყოფისგან დაცვაა, თუმცა ინიციატივას ოპოზიციური სპექტრის ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მეგინ არსავიძის რეპორტაჟი. ეროვნული ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლას ახლა უკვე კონკრეტულ ინიციატივას უპირისპირებენ. საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია მაქსიმალურად იყოს დაცული ის, რაც საუკუნეების განმავლობაში ქართველი ხალხისთვის ძვირფასია. სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებენ და ამბობენ, რომ ვინც მათ პოზიციას და იდეებს იზიარებს, პატივსცემს ეროვნულ ღირებულებებს, ფასეულობებს, ეკლესიას, სიწმინდეებს, მათ საკუთარ ახალ მოძრაობაში ელოდებიან. კოორდინირებული შეტევის სამიზნე ეროვნული ღირებულებები დაცვას საჭიროებს. სწორედ ეს ითქვა პრესკონფერენციაზე, სადაც საინიციატივო ჯგუფმა ახალი მოძრაობა დააფუძნა. გიორგი ქართველიშვილი თანამოაზრეებთან ერთად აპირებს დაიცვას ის, რაც ქართველი ხალხისთვის ყველაზე ძვირფასია: ღირებულებები, ფასეულობები, სიწმინდეები. ამბობს, რომ ბოლო დროს სხვადასხვა პლატფორმის გამოყენებით კონკრეტული ჯგუფები ცდილობენ ნორმად აქციონ წინაპრებისა თუ ეკლესიის შეურაცხყოფა, რასაც ისინი არ დაუშვებენ. ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად აფუძნებს სახალხო მოძრაობას და უცხოეთიდან დაფინანსებული გარე ინტერესების მონურმორჩილებაში მყოფი გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებს და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას. ჩვენი მოძრაობა ძალიან აქტიური, სოლიდური, კონსტრუქციული იქნება, მაგრამ თუ კი ჩვენ კულტურისა ეროვნული იდენტობისა და დაცვისთვის იქნება აუცილებელი, არანაირ საფრთხეს არ მოვერიდებით. მზად ვართ თითოეული ჩვენი ქმედებაზე ვაგოთ პასუხი, საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც კი წავიდეთ. ამ პრესკონფერენციამდე გავრცელდა არაერთი ვიდეო ერთ-ერთი პოდკასტიდან, სადაც ისმოდა შეურაცხმყოფელი გზავნილები. მათ შორის ეს ეხებოდა როგორც ნოდარ დუმბაძეს, ისე სიწმინდეებს. სწორედ ამ გადაცემაში გამოთქმულმა ფრაზებმა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით გამოიწვია საზოგადოების მწვავე რეაქცია. ჩოხით ჩავიდე თუ როგორ ვიყო? მოკლე ჩოხით. მოკლე ჩოხით. ცოტა არა, გრძელი ჩოხით, მაგრამ თითველი შიგნით. არანაირად არ შევაფასებთ. ჩოხა შეიძლება ზოგს მოწოს, ზოგმა იხუმროს. ნაციონალური მოძრაობის მსგავსად, ეროვნული ღირებულებების დაცვის მიზნით მოძრაობის დაფუძნების იდეას კრიტიკით ის პოლიტიკური ძალები გამოეხმაურნენ, რომლებიც სიძულვილის ენას ხშირად იყენებენ და რომლის არაერთი მტკიცებულებაც არსებობს. ამ რას გონით, როგორც წესი მორგში მიდიან? ეროვნული ღირებულებების დაცვის იდეით გაერთიანებულები საქართველოს წინააღმდეგ კოორდინირებულ შეტევას უცხოეთიდან დაფინანსებულ ჯგუფებს უკავშირებენ. არ მივცემთ უფლებას საქართველოს ფარგლებს გარეთ გარკვეულ ძალებს, რომ დააფინანსონ შიგნით ქვეყნის დესტაბილიზაცია და ჩვენი ეროვნული ინტერესების შელახვა. წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებენ საგარეო ძალები, რომ ქვეყანაში ყველაფერი, რაც ქართული არის, შელახონ და მოხდეს ქვეყანაში დესტაბილიზაცია. გვინდა რომ გავერთიანდეთ და ბევრი კარგი ქართული საქმე ვაკეთოთ ერთად. ეგრეთ წოდებული იუმორისტები, რომელიც თავის თავს იუმორისტებს უწოდებენ, ჩვენს იდენტობაზე, ქართველობაზე, ჩვენს წინაპრებზე, ჩვენს კულტურის წარმომადგენლებზე ქილიკით და დაცვით საუბრობენ და მე ვფიქრობ, რომ არც ერთმა ქართველმა ეს ყველაფერი ისი არ უნდა დავტოვოთ, ამაზე პასუხი უნდა გავცეთ, რეაგირება უნდა ქონდეს. ახალი მოძრაობა მზადაა კარი გაუღოს ნებისმიერს, ვინც იზიარებს მათ ხედვასა და იდეებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ შეურაცხყოფა არავინ მიაყენოს იმას, რის გარშემოც ქართველი ხალხია გაერთიანებული.